სიღრმეში დამკვიდრებულ ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლა ღვიძარებითა და მარხვით იწყება. ნახეთ, როგორ ამბობს, სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვა, სიღრმეში დამკვიდრებული ცოდვა. ანუ ეს ნიშნავს, ხო შეიძლება თქვა, რომ ჩვენში დამკვიდრებულ ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლა არა, სიღრმეში. ანუ მას აქვს ფესვები გადმული ჩვენში. მას ესე უბრალოდ ადვილად ვერ ამოწირკვა. დავინახეთ ცოდვა, მოდი ახლა ამ ცოდვას აღარ ვიზავ და მურჩა. ეგრე არ გამოდის. მას ფესვებია გამდგარი ჩვენში და მისი ამოძირკვა არის ურთულესი. ამიტომაც ამბობს სიღრმეში დამკვიდრებულ ცოდვასთან და ვნებებთან ბრძოლა და პირველი რითი იწყება? პირველი ესე იგი ბრძოლის დასაწყისი ხო სულიერი ცხოვრების დაწყება როცა გვინდა და ჩვენს დასაწყისში ვიმყოფებით სამწუხაროდ. პირველი არის მღვიძარება. მღვიძარება რა არის? მუდმივი კონტროლი. რასაც ჩვენ სულ ამბობთ. მღვიძარება არა გაქვს, სიფხიზლე არა გაქვს, არაფერიც არა გაქვს. გესმის, არაფერი არა გაქვს, იმიტომ რომ ისინი ისე იზდებიან ის გულის სიტყვები, სარეველა ბალახი ისე იზდება. ახალი სულ, ხო არ გონიათ რაღაც ძველი ბალახი ამოსული და ძველი ფესვები და მორჩა, არა, ის სულ იბარტყებს, მუდმივად განახლების პროცესია, ცოდვა მუდმივად განახლების პროცესია, სულ ახალი ჩდება, ისინი ყოველი ახალ ფესვს იდგავს, ჩვენ მას გვიან აღმოვაჩენთ, იმიტომ რომ არ ვართ ღვიძარენი და გვძინავს. ის ფესვებს გაიდგავს, ახალი ამოვა, პატარა გველის წიწილი გველეშაპად გადაიქცევა, მერე ის გულის სიტყვების შემოთავაზებით ჩვენს ცდუნებას ახერხებს და ახალ წრეზე გავდივართ ცოდვისა და მერე იქ რაღაცა თითქოს დასრულდება, მერე მეორე იწყება, მერე მესამე და ამ დროს დავბერდი. ამ დროს მოვიდა გარდაცვალების პერიოდი და ამ დროს მოვკვდი უღმერთოდ და არაფერიც აღარ მიშველის მერე უკვე. ამიტომაც როგორ ვიწყებთ ბრძოლას ცოდვასთან? პირველი მღვიძარება. მღვიძარება როგორ უნდა მოახდინოს ადამიანმა? აი ესე ვიფხიზლო, ეგრე არა. ეს არ არის ფიზიოლოგიური მღვიძარება უბრალოდ. მღვიძარება არის მოუკლებელად იესოს სახელის მოხსენება გონებით გულში. მღვიძარებას თავის სახელი ქვია. ქრისტეს გარეშე მღვიძარება არ არსებობს. ადამიანის ფიზიოლოგიას შეუძლია რომ ეშმაკს დაუპირისპირდეს? აქ ხო ესე იგი ვის ვებრძვით? ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ. ჩვენ ვებრძვით ეშმაკს. ეშმაკი ჩვენ საპირისპიროდ დგას. როგორც ბდღვინავი ლომი, გესმით, როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, პეტრე მოციქული, როგორც ბდღვინავი ლომი, ჩვენს პირდაპირ დგას. ის არასოდეს არ იღლება. მუდამ აქტიურია, აგრესიულია და მოდი ასე ვთქვათ, დახვეწილად, დიდი გამოცდილებით ომობს ჩვენს წინააღმდეგ. ეხლა ამას შენ ადამიანური რესურსით აჯობებ, ან მოატყვილებ, ან დაასუსტებ, ან დაღლი, გესმის, არაფერი არ მოხდება მსგავს. აბსოლუტურად უნარ ხო, როგორ რატო ადრეს ლომს მგელისთვის შეედარებინა, ხო? აი მგელთან, ძაღლთან რაღაცა ადამიანს თეორიული შანსი აქვს. რომ ცოტა ძლიერი თუ არის ადამიანი და რაღაცა შეიძლება გადაურჩეს. ლომთან შესაძლებლობა არ არის გადარჩენის. ნულოვანი შესაძლებლობა. იმიტომ ადრის ლომს, აგრესიულ ლომს, რომ შესაძლებლობა ნულოვანია ეშმაკთან ბრძოლაში, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ. ამიტომ ღვიძარება, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის უბრალოდ ფიზიოლოგიური ღვიძარება, არამედ ეს არის ქრისტესთან ერთად მყოფობა. ვინ არის ვისაც არასოდეს ძინავს, ხო? ეს არის ქრისტე, რომელიც მუდამ დაგეხმარება შენ, რომ ეშმაკმა შენში ფესვები, ეშმაკის მიერ მოცემულმა გულის სიტყვებმა შენში ფესვები ვერ გაიდგოს. ამიტომ ღვიძარება, ისწავლება ქრისტესთან ერთად ყოფობის, რამე თუ ეს არის სწორედ ქრისტესთან ერთად ყოფობა და ქრისტესთან ერთად ყოფობა ისწავლება გონებისმიერი იესოს ლოცვით. თუ ეს ლოცვა ადამიანს არ აქვს, ანუ რას ნიშნავს? თუ ადამიანს აქვს უამრავი თეთრი ლაქა მის 24 საათი, ხო? თეთრი ლაქები, სადაც ქრისტე არ არის. ესეთი ადამიანი დაუცველია, იმიტომ რომ თეთრ ლაქებში ყოველთვის ეშმაკი ზის. არასოდეს არ არის ის, რომ ქრისტე შენ არ იყოს შენ გულში და ის ეშმაკი გაცდიდეს, ის არასოდეს არ გაცდის. ეგრევე შემოვა შენში, ეგრევე შემოდის. ამიტომაც ღვიძარება ნიშნავს ადამიანის ლოცვით მდგომარეობაში მყოფობას, რომელიც არის მოუკლებელი.